ეს ხალხო დავაგემოვნებთ ყველაზე ტრენდულ დუბაის შოკოლადს, ხო იცით, აი რო ხრაშუნებს და ყვითელი და მწვანე რო არის შიგნიდან. და პლუს გეტყვით იაფათსაც შეიძლება იყიდოთ. ორი ვარიანტი გვაქვს, ერთი არის ჩოკოტელასი, ალბათ ყველა მიცით, რომელიც ღირდა 35 ლარი და მეორე არის ესეთი ბუკას ბეიქერი, რომელიც ღირდა 19 ლარი. ჩოკოტელას აი ეგრევე ძალიან მაგარი შეფუთვა აქვს. შეფუთვა აქვს ძალიან ცუდი ბუკას ბეიქერის, აი ძალიან. ერთი ესეთი ლამაზია, მეორე ესეთი. ჯერ აი ეს იაფიანი ვარიანტი გავტეხოთ. იაფიანი რა უბრალოდ პატარაა თუ. რაც ვიდეოებში უფრო ლამაზია ხო? ამაში რა მოსწონთ? აი რა ვთქვა, ხრაშუნა არის კი, ფისტის გემო საერთოდ არ იგრძნობა. აი ძალიან ოდანავ სადღაც შორს. მე აი საერთოდ ვერ ვგრძნობ ფისტის გემოს. იმდენად სქელი ფენა შოკოლადი აქვს, რომ აი საერთოდ ალბათ ის რაც უნდა იყოს, იმას ვერ ვგრძნობ. თუმცა შოკოლადი გემრიელია. 17 ლარს ახლა ამაში გადავიხდით თქო არ გეტყვით და სიმართლე 19 ლარს ხო? 19 ლარის არც არაფერი არ აქვს ამას. სანამ მეორეს გავსინჯავთ ხალხო. არ დაგავიწყეთ რომ ნოვატორში დაიწყო რეგისტრაცია ციფრულ მარკეტინგზე, დიზაინზე და კომპიუტერულ მეცნიერებაზე ხალხო, გამდიდრდით ჩვენთან ერთად. შემდეგი ხალხო, შოკოტელა. აი ამაში აი უფრო პროფესიონალურად არის რა. თანაბრად არის შოკოლადი ყველგან. აი ცოტა მეტია ის შიგნითაც არის. შიგთავს ხო? რომ არ მოგატყოთ, გემოებში განსხვავება არის. ანუ შოკოლადს ეთყობა ხარისხი ეგრევე. და შიგნით რაც აქვს, ანუ მართლა არის განსხვავება რა. ანუ თუ ეგეთი რაღაცები გევასებათ, it's okay შეგიძლიათ დაითრიოთ რა. პირადად მე, ანუ არც ერთი არ მომეწონა დიდად რა. ვიყიდით თქო ვერ ვიტყვი. უბრალოდ ტრენდულია ჩემი აზრით და მეტი არაფერი რა. ფისტის გემოს ვერ ვგრძნობ რეალურად ვერც ერთში. თუმცა შოკოტელა უფრო ჰაი ლეველია ბაზარი არა. კი. გაცილებით. შოკოლადი აქვს სასწაული. ეგრევე გირჩევთ რა ეს შოკოტელა იყიდოთ. ეგრევე ხარისხიანი რაღაც საკაიფო დიდი ფილო ჭამოთ რა. თუ გინდათ რომ იაფათი იყიდოთ, აი ბუკას ბეიქერის აქვს, რომ პატარა ვერსიებიც რა გასინჯოთ თუ გინდათ უბრალოდ აი ესეთი პატარა ბატონები აქვს მოკლედ და 8-9 ლარადაც არის რა და შეგიძლიათ გასინჯოთ უბრალოდ.